ჩვენ სტუდიაში მობზანდა მამა თეოდორე და მან უნდა გააკეთოს სპეციალური განცხადება სულ რამოდენიმე წუთით და მე იგი დაგომშვიდობება ჩვენ და ჩვენ განმაგრძობთ ჩვენ გადაცემას ეს შეეხება 17 მაისს დაგეგმილი LGBT საზოგადოების მიერ დაგეგმილ აქციას ეხება ეს განცხადება. მამა თეოდორე, გთხოვთ მიმართოთ. ქრისტე აღსდგა ღმერთმა სიხარული არ მოგაკლოთ ქრისტეს მიერი ის რაც ბატონმა გიორგიმ განაცხადა ანუ 17-ში როცა არის დაგეგმილი ერთგვარი საერთაშორისო დღე თითულება ეს ამგვარი ორიენტაციის ადამიანებისათვის ჩვენი საქართველოს საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი ამ მდგომარეობის, ამ ცოდვის, როგორც ჩვენ ეკლესია უწოდებთ, ამ ნორმიდან გადახრის ლეგალიზაციის წინააღმდეგია, რომ ის ნორმა ჩაითვალოს, რომ პროპაგანდა მოხდეს, ამ მოვლენის პროპაგანდირების წინააღმდეგია. და ამიტომ ჩვენ ვიცით რომ მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგება და ფიქრობენ გამოსვლას რომ საწინააღმდეგო აქცია მოაწყონ სურვილით განწყობით რომ ჩვენ არ გვინდა ამ მდგომარეობის ამ არაბუნებრივი მდგომარეობის რომელიც 1993 წლამდე თელ სოფლიოში ითვლებოდა როგორც ნორმიდან გადახრა და ავადმყოფობა მაგრამ 1993 წელს ამოღებული იქნა ავადმყოფობისიდან მათ გვერდზე იყო ესეთი თქვათ გადახრები როგორიც არის პედოფილია, როგორიც არის ზოოფილია და ასე შემდეგ, ისინი დატოვეს ავადმყოფობათა რიგში, ხოლო ეს ამოიღეს, ამას გარკვეული მიზნები ჰქონდა, რა თქმა უნდა და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზოგადოება მივა და პროტესტს განაცხადებს. ჩვენ ეკლესიის ღვთისმსახურებს, რომლებმაც ვიცით ამ ცოდვის წარმოშობაცა და მიზეზებიც და ვიცით რასთან აგვაქვს საქმე და ამავე დროს ჩვენთვის სულ ერთი არ არის რა ჩვენი ხალხის მდგომარეობა და ჩვენი ერისა ასევე იმ ადამიანების რომლებიც ჯანსაღ პროტესტს გამოხატავენ მაგრამ ამავე დროს შეიძლება მათი მოქცევა არ იყოს კორექტული თქვათ ან აგრესია გამოავლინონ ან რაღაცა პრობლემა შექმნან ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ და სასტუმრო პირებმა გადავწყვიტეთ რომ გამოვიდეთ და გარკვეულად პასუხისგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე რომ იქნება სიმშვიდე სიწყნარე და ეს პროტესტი იქნება უაღრესად მშვიდობიანი მხოლოდ სიტყვიერი რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა უარს ამბობს ამ ცოდვის ამ მდგომარეობის ამ გადახრის არაბუნებრივი მდგომარეობის პროპაგანდაზე და მოუწოდებთ რომ ის ჩვენ ეკლესია ესე გვასწავლის ცოდვა არის ცოდვას არ უნდა შევეგუოთ საერთოდ უნდა გქონდეს შინაგანი ამბოხი ცოდვის წინააღმდეგ მაგრამ თვითონ ადამიანი რომელიც დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ხანდვის რა გვჭირს და რა გვჭირს ყველა ადამიანი არის ჩვენი ძმა და ქრისტე არ ყოფს ადამიანებს თქვათ ცოდვილებად და არაცოდვილებად თუ პირობითად მოდი დაუშვათ თუ ქრისტეს მიერ ღმერთის მიერ დაყოფილი ადამიანების ეს პირობითი კაცება და ქალება თუმცა ქრისტეს პავლე მოციქული აქაც ამბობს რომ არ არის მამაკაცება და დედაკაცება ქრისტე ყველას აერთიანებს ჩვენი სამშობლო ყველასია და როდესაც ვიღაცებს უშტება სურვილი რომ რაღაცა მიდრეკილებებით საზოგადოება დაყოს და ჩვენი ისედაც დაქსაქსული ქვეყანა კიდევ უფრო დაიყოს გარდა ამისა რაღაც ამ აქციებით შფოთი შემოაქვთ როცა ჩვენი ქვეყანა ასეთი პრობლემების წინაშეა დემოგრაფიული პრობლემები აბორტის პრობლემები დაკარგული ტერიტორიები ხო და ამ დროს ახალი შფოთი შემოტანა ახალი განხეთქილება რა თქმა უნდა ეს მიუღებელია ჩვენი ტრადიციისთვის ჩვენი ზნეობისთვის ქრისტიანული სულიერობისათვის და ამავე დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვისაც მიუღებელია ამგვარი შფოთი შემოტანა ჩვენ აინტერესებს ასევე საიდან ფინანსდებიან რატო იხარჯება ეს გრანტები ამასთან დაკავშირებით რომ ხალხმა ესეთი ამგვარი აქცია მოაწყო ამიტომ ჩვენ გამოვდივარ და ვამბობთ ეს არის ცოდვა ეს არის ღვთის წინაშე მძიმე მდგომარეობა ადამიანისა მიუხედავად იმისა რომ ნორმად ჩაითვალა ის როგორც აბორტი ითვლება ნორმად სამთვემდე თქვათ ხო ჩვენ ვთვლით რომ აბორტთან ერთად ესეც არის ნორმიდან გადახრა და არ არის სწორი ღვთის წინაშეს და ერის წინაშეს ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე გამოვალთ უპირველეს ყოვლისა რომ თქვათ აი ეს რომ ეს არ შეიძლება ვინც ამ გვარდგომარეობაშია ჩვენ მოუწოდებთ გულში ვიკრავთ და დავეხმარებით რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ როგორ ებრძოლონ ამ მდგომარეობას რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ჯანსაღ ცხოვრების წესს და ამავე დროს მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას რომლებიც გამოვლენ ჩვენ ვიცით რომ გამოდიან 11 საათზე 17-ში ფილარმონიასთან იკრიბებიან და მე
რუსთაველის გამზირზე ჩავლენ მთავრობის სახლთან, ინტელიგენციის წარმომადგენლები გამოდიან, თბილისის საზოგადოება გამოდის, ყველას მოუწოდებთ მშვიდად, წყნარად პოზიციის გამოხატვის ფორმა იქნება მხოლოდ სიტყვიერი ამ ადამიანებისადმი სიყვარული და სიბრალული და ხელის გაწვდენა, რომ ერთად ვიყოთ ქრისტეს მიერ, სამშობლოშიც ერთად ვიყოთ და ჩვენ კიდე ეკლესია გეუბნებით, დაგეხმარებით სულიერად და ფსიქოლოგიურად და ესე ერთად ვაშენოთ ჩვენი სამშობლო, ოღონ თვითონ ამ მდგომარეობაზე, რასაც აი ეს ცოდვა ქვია, ჩვენ ვამბობთ, არა, ეს არის ღვთისათვის და ჩვენი ერისათვის, ჩვენი პრობლემებისათვის მიუღებელი. ამის თქვა მინდოდა და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთი, ვინც აგრესიას გამოავლენს, ვინც აგრესიას, ეკლესია ხო ემიჯნება მათ და ჩვენი მხრიდან იგმობა კიდევაც და იმასაც ვიტყვი, რომ თუ ვინმე ადამიანი, რომელიმე ადამიანს, რომელიც ამ ქვარ მდგომარეობაში, ამ უმცირესობაში, ვინმე შეურაცხყოფს იმის გამო, რომ ამ მდგომარეობაში იმყოფება, ვინმე დაჩაგრავს. აი პირველ რიგში მე ვამბობ, ჩემთან მოვიდეს ეს ადამიანი და მე ვიყვირებ, რატო ჩაგრავთ ამ ადამიანს. თუმცა მე ვიცი, რომ საქართველოს ესეთი ადამიანები არის ჩაგრებიან, მათ თანამდებობებიც აქვთ, სწავლობენ კიდევაც. ყოველ შემთხვევაში არავინ მათ არ ჩაგრავთ, ასე რომ არანაირი პრობლემა ღია კარის წვრევას გავს, მაგრამ თუ მაინც მოხდება, ჩვენ მათაც დავიცავთ, იმიტომ რომ ქრისტე ყველასთვის მოვიდა. ღმერთი შეგვეციოს და სიმშვიდით ყოფილიყავით. ესე იგი ჩვენ ვიკრიბებით, მოსახლეობა იკრიბება 17-ში 11 საათზე ფილარმონიასთან, ჩვენ ვეცდებით ვიყოთ თქვენთან ერთად და მაქსიმალურად დავიცავთ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ერთგვარად ბუფერულ ზონასაც კი გავაკეთებთ ამ ორ ხალხს შორის, ანუ თბილისის მოსახლეობასა და ქართველებს შორის და ამგვარ მიდრეკილების მქონე ადამიანებს შორის, რომ მათ შორის შეხლა-შემოხლა არ მოხდეს და პირიქით ვეცდებით, რომ სიმართლე ითქვას და ამ სიმართლის მერე ეგების მრავალ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გადახედოს თავის მდგომარეობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრება გადაწყვიტოს. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. დიდი მადლობა. მამა თეოდორე, დიდი მადლობა. განსხვავებისთვის ჩვენ